რაღაცა ბიჭო. რაღაცა. ლუდი. ბიჭო. მაიცა. ლუდი დავიჭირეთ ბიჭო. ლუდი. დავით ეხლა სახში. მოიცა თევზი. თევზი მაღაზიაში ვიდი. აქ დაუბრუნდა. თევზის დასაჭერად კი არ დავუბრუნდა. როგორ მოგწევს ჩემი ახალი მანქანა? მე ძალიან ლამაზია. მოიცა, შენ რა მანქანას სათვალის გარეშე ატარებ? ხო, გოგო, წინა შუშა -3 დავაყენებინე. ეკიმო, ვერაფრით ვერ დავანებე ამ სიგარეტს თავი. მე რომ კამფეტი გირჩეთ ის თუ ცადეთ. კი, ეკიმო, როგორ არა? ცადეთ. აი ეს კამფეტი არ არის? დიახ, ზუსტად ეგ არის. ვერაფრით ვერ დავანებე ეკიმო თავი. აი ნახეთ. არაფრით არ ეკიდება. აი ვერაფრით ეკიდება. თავი მტკივა გახოცებე რა. თავი მტკივა? მღალატობ ხო? მღალატობაც. აბა თავი მტკივაო, მე შენთვის ტყუილად არასდროს არ მithქვამს. თქვენ არიცით რა ჭორებს ავცელებს თქვენზე თქვენი მდივანი. მდივანი? მდივანმა მთავარია სიმართლე არ თქვას, თორე ჭორები გაავრცელოს. მამა, კლასში წვერი მარტო მე მაქვს. გექნება შვილო. 7 წელია მე 5 კლასში ხარ და გექნება, აბა რა იქნება. მამიკო, ხილად რამე არ იტკინო მაგ? ხილად. რა კაი შვილი ყავს ბიჭო. რა ქვია? მარიამი. მარიამი? ხო, აბა მარიამობას დაიბადა და რა დავარქვევი. მოდი მარიამ შვილო. მოდი ჩემთან. მოდი გენაცვალ. აი გაიცანი, ეს რომანი ბიძია. მარიამი. რომანი კერაძე. აი ბიჭო, მიდი თან. უკაცრავა ძალიან დიდი ბოდიში და შაკაშვილის ქუჩას ხო ვერ მიმასწავლით? აი ესე რომ გავუყვებით, მე შევუხევთ მარცხნივ და იქვეა. მე ძალიან დიდი მადლობა. და არ ვიცი რითი გადაგიხადოთ პირდაპირ მადლობა. არა, არ არის საჭირო. არა, რაც გინდათ ის მთხოვეთ ყველაფერს შეგისრულებთ. რაც გინდათ. მაშინ ჩემთან ხო არ ავსულიყავით. კი ბატონო, უბრალოდ აქ შაკაშვილზე ვარ ჯერ ასასვლელი მადლობა მაქვს გადასახდელი და იქიდან რომ წამოვალ თქვენთან აუცილებლად მოვალ. რა ქუჩაზე ცხოვრობთ? მე აქვე ვცხოვრობ ჩიკობავას 9-ში. ჩიკობავას 9, კი ბატონო. იცით რა არის? თუ ვერ მოვაგნებ, მომასწავლიან, არ არის პრობლემა.
გამოვიდა სადღაც შენ სიდეცში. აი სოკომ მოწა. თვალი რატო ქონდა ჩაუჯებული? არ ჭამდა. სანამ რამე მოხდება მე მინდა რომ ყველაფერი უთხრათ ერთმანეთს ჩემამდე კაცი ყავდა არა საყვარელ არ მყოლია მე მყავდა მხოლოდ ერთი კაცი გამარჯობათ. გამარჯობა. ლეიტენანტი აფხაზავა. თქვენი საბუთები თუ შეიძლება. ახლავე. ჯარიმა უნდა გამოგიწეროთ, წითელზე გაიარეთ. წითელზე რო გავიარე, გული გამისკდა, მე მეგონა კაცი რომ გავიტანი, ახლა ეგ დაინახეთ. ეკიმო რაღაცა გიმართ ძალიან ნერვიულ. ჩემთვის პირველი ოპერაცია. რა განერვიულებს, ეგ სანერვიულოა, რას ლაპარაკობ შენ? ჩემთვისაც პირველი ოპერაციაა, მაგრამ საერთოდ არ ნერვიულობ. ბიჭო. გუშინ საყვარელო მაჩუკა ოქროს ძეწვა. მომგარი. ოია, მე რა გინდა? ხო, ბიჭო, კაი კი არის, მაგრამ სახში რა ვთქვა, ხა ამუშერმა კაცმა. საიდან მოვიტან? უთხარი რომ ვითომ იპოვე. აი რა. არის ეგ. ხალხი პოულობს რაღაცებს. ვიღაცა ხო კარგავს? ხო. ვიღაცა პოულობს. ჩემაცომა მაგალითად 4 დღის წინ იპოვა ბრილიანტის ბეჭედი. კალიცო. მითხრა ქუჩაში ვიპოვე. რატო დაგაგვიანდა? დაველჯინა უკვე. მოიცა, შენ სახლშიც გძინავს? სახლშიც გძინავს? კი, უფროსო, რომ მივდივარ ეგრევე მეძინა. გოგო, იცი ვინ შემხვდა? ნინო ბუღალტერი. თავის ქმარშულთან ერთად. ხო. მაგის ბიჭები ტყუპები არიან? არა. არა. აბა რამ დააწვინა მაგ კაცთან მეორეჯერ? როგორ გინდა, როგორც ცოლი და ქმარი, თუ როგორც უფროსი და მდივანი. როგორც ცოლი და ქმარი.
ექიმო, ბებია ჩემს აქვს აგვიატებული აზრი. იძახის რომ დედალი ვარ. ვერაფრით ვერ გადავათქმევით. დედალი? ხო, დედალი. რა ვქნათ ექიმო? არაფერი. მოიყვანეთ და ვუმკურნალებთ. ვუმკურნალებთ? ხო, მაგრამ ჩვენ რომ მე უგვარცხო დამჩებით. გამარჯობათ. სწორად მოვედი, ხო? კი, ეხლავე. გამოდით. მოვიდა ადამიანი. გამარჯობათ. აი ტანსაცმელი მზად არის. იცით, ერთი თხოვნა მაქვს. თუ აუცილებელი არ არის ჰალსტუხს ნუ გაუკეთებთ. არ უყვარდა. როგორც მეტყვით. კარგი, აი შემოგძანდით. არ უყვარდა ჰალსტუხი, აღრჩობდა, აწუხებდა. ჰალსტუხი არ უყვარდა. ბალზამზე ხო გიждდებოდა? ბიჭო, იქითკენ ყოფილა ნუდისტების პლაჟი. არ გინდა წავიდეთ. რისი? ნუდისტების. არა, ძმაო, ვერ წამოვა. მე ხო რეიბორისტი ვარ. რომელ საათზე მობრუნდა ეს ნახე რა. რას მიყურებ ახლა შემოდი სახში? სად უნდა შემოვიდე საცოდა სად? შემოდი. ტაქსი. მაინც ტყუილად მიდიხარ და რუსთაველამდე გამოვყვანი რა. ოღონდ მთვარის მიდის და იმას გაყევი, ბარე. ვერაფრით ვერ ხვდები, აი ამდენი წიგნი რატომ მიგაქვს გუდაურში? საბადმყოფოში რომ არ მოვიწყინო. სახლში რომ მივარ, ჩემი ცოლის ტრუსიკი უნდა გავხიო რა. რა იყო შეიძლება ეროტიკული ფანტაზიები მოგაწვა. ეროტიკული ფანტაზიები კი არა, მიჭერს კაცო. მეზიზღება ეს ორშაბათი ბიჭო რამდენი საქმეა რა, აღარ შემიძლია რა. ხოდა რა ქენდა ორ გაატარა შაბათკვირა.
როგორ გავატარე, ჩემ ცოლს უნდა კინოში წასვლა, მე მინდოდა საქეიფოთ. რა ქენი მე? რას ვიზავდი? სხვადასხვა კარგი ფილმი იყო. ძალიან საინტერესოა. ყურები როგორ დაიწვით? ექიმო, ტელეფონზე დარეკვა მინდოდა. და ჩაიდანი ამერია ტელეფონში და ცხელი ჩაიდანი მივიდა ყურზე და დავიწვი. გასაგებია. და მეორე ყური როგორ გადაიწვით? მეორე სასწრაფოში რო რეკავდი, მაშინ დავიწვი. მილანის ერთიანი ექსელსიორის ორიანი. მამა, დედამიწა რატო ამგვალი? რა ვიცი, მამა, აღმოაჩინეს რომ ბრგვალია, რა ვიცი. მამა, დედამიწა თუ ბრუნავს, ჩვენ რატო არ ვარდებით? იმიტომ რომ ამიტომ ჩვენ დაბმულები ვართ. მამა, ვარსკვლავი თუ მთვარეზე დიდია, მთვარე რატომ ჩას დიდი? რა ვიცი, მამა. შეგაწუხე კითხვებით? არა, მამა, რასა? არა, მამა, რასა? მე თუ არ აგიხსენი, აბა, სხვა ვინ აგიხსნის? აგერ ეს არის კატაფალკის ძღოლი. ვიზიარებ. სასიამოვნო. რა ღირს კატაფალკა? 100 ვარი. 100 ლარი რა ამბავია? 5 ლარს მოგცე. 5 ვარი რა არის? აბა ცოცხალი 50 თეთრად დადიოდა და ტარში 100 ლარი როგორ გადავიხადე? ძირფასობს. მალე შენი დავალების დღე მოდის. რა გინდა რა გაჩიქო? არაფერი საყვარელო. არაფერი. არაფერი კაცო. თავარი ავტომატიკა იყოს და კლიმატ კონტროლი ქონდეს. რატო შეხედე? არ შემიხედავს? როგორ არა დავინახე როგორ გააყოლე თვალი? არავისთვის არ შემიხედავს. დავინახე გოგომ გაიარა და თვალი გააყოლე. მომისმინე, რატომ მეჩხუბებით? საერთოდ ვიცნობთ ერთმანეთს. მე არ მეკითხია. გიორგი